ისა მინდა ასევე თქვა რომ აბსოლუტურად ჩაკეტილია მასმედია აბსოლუტურად აი ვისაც არ დაურეკე კავკასიას დაურეკე უნდა მოსულიყვნენ ესე იგი 3 დღე და ღამეა სულ 4 დღე და ღამეა ქუჩაში ვარ 3 დღე და ღამეა აქ მესამე ღამეა უკვე აქ რომ ვარ წინვაში და ისა ახალ წელიწადს ესე იგი ხალხი კარგად ხდება და ახალ ძველი ახალ წელიწადს აქ ხდებით ჩვენ მასმედია არის ჩაკეტილი საერთოდ მინისტრების ტელეფონები მოადგილეებს აბსოლუტურად დააყარეთ იმაში Facebook-ზე კეთილი ინები ბოდიში ადეკით ერთი ადგილი აწიეთ ხალხნო და მოგვეხმარეთ ხალხს მარტო ერთი ბიძინა ხომ ვერ გააკეთებს ამას მართლა რა არის მართლა თუ კიდე ვინც მართლა გული და სული დაუდეკით ამ კაცკოჩი დადეკით ისე რომ ეს ვამპირიზმი და ეს სატანა გადავაქციოთ აქეთა და მივაყოლებ კიდე ეჯვარ შევარდასეს ისა რა ქვია იმის ბრალია ყველაფერი საერთოდ გავყიდა დორიჩარი და ჩემი კანონზე მინდა ლაპარაკი ჩვენ მე რომ მიწერია აი ამ საბუთში რომ მე მაგ შეღავათები რა შეღავათები მაქვს მე რა ოპერატორობა მაქვს არის საერთაშორისო კანონი რომელშიც წერია რომ ჩვენ ვართ ხელშეუხებლები რომ ჩვენ თუ ძველი შეღავათები არ ვისარგებდე მე არ ვისარგებდი არც მიწის საკვეთში არ მოუსიათ არც მინე არ მოუსიათ ამიტომ არ შეიძლება გაუარესება კიდე საერთოდ დედამიწიას და ქუჩაში დაბაგდეს აი ისა რა ქვია დღევანდელი ისა არია საერთოდ მასმედია სხვათა შორის საზღვარგარეთ და გამომეხმაურე როცა ვიყავი სანამ გამომაგდებდნენ რომ რა ხდება საქართველოში გაგვაგებინე რა ხდება მივწერე რა ხდება ალბათ გულის მიგზნობდა მას რა ქვია მაგრამ ეხლა ქუჩაში თუ გამაგდებდნენ მე ხუთად ნამდვილად არ ვიცოდი ეს როგორ უნდა იყოს დასოციალურად დაუსველი საქართველოს მოქალაქე ვისამართის გარშე როგორ უნდა ვიყო თუნდაც არ ვიყო მე ვეტერანი და მით უმეტეს ვეტერანი ყველგან დაფასებულია ომის ვეტერანი ჩვენ ეხლა უნდა ხელის გულზე ვატარებდეთ ჩვენ მოვიტანეთ აფხაზეთში ნაომრება მოგიტანეთ კოდორი მოგიტანეთ სამაშაბლო და თქვენმა უწინოებამ ხალხნო ყველას გეუბნებით თქვენ დაკარგეთ აი ეს გააკეთეთ ჩააბარეთ იქეთ ეხლა რუსეთის გარეშე არაფერი არ ახართ ნოლი ხართ ეს იცოდეთ იძახეთ ეხლა აისაფი ნატო იძახეთ ამერიკის მთავრობა და აი ეს გიშვერთ ევროკავშირი კიდევ რომელშიც წერია რომ არაეროვნული უნდა იყოს საქართველოს და ტელევიზიაში აქტუალიზება სადა ტელევიზია სადა ტელევიზია ან საზოგადოებრივი არხი რატომია მეცხრე არხი კიდევ აღარ მემარშება რაშია საქმე მეცხრე არხმა ესა რა ქვია რამდენი ხართო მეცხრე არხმა რამდენი ხართო მეცხრე არხმა ესე იგი უნდა მოვიყვანო აქ მე ნახევარი საქართველოს თუ მოვიდა მაშინ ბატონბიცინას გადავაყენებთ მაშინ ეგ იქნება მაშინ ნახევარი საქართველოს თუ აქ მოვიდა მაშინ მიშასაც გადავაყენებთ და იმას ბატონბიცინას ვეწყი წავიდეს მაშინ იმაში რა ქვია რა ვიცი მე მაშინ ბატონმა ბიცინამ მოქალაქეებს მივიღებ და ისა მაგრამ ჩვენ მოსულები ვართ ეს კაცი მოსული გააკეთა ბადეში სასტიმაში და ომის ვეტერანს რომ არ მიიღებდა და ისა ხო მაგრამ ითქვა ბიძინა თქვა ლაპარაკი აჭამარა არეგულება ახლა ჩვენ ნახდათ ისა რა ქვია იმაში სადმე სოციალური და ეს არა ჩვენზე არის დარღვეული სოციალურიც კი ბატონოგაც სოციალურია ისა რა ქვია ყველანაირი მდგომარეობა სოციალურიც კულტურულიც მოქალაქეობრივიც პირდაპირ პოლიტიკური ყველანაირი უფლებები არის ჩვენზე დარღვეული ამას ეხლა ელემენტარულს არ გაუკეთებ ადამიანს ელემენტარულია ეს ჩვენთვის გაუნჯობოთ ჩაწეთ რა თუ შეიძლება ბატონო საიდან მზადდებთ საიდან და ეროვნული აკადემიიდან ეროვნული აკადემია კი ბატონო რატომ დავიღებ წერ ინტერვიუს და რასთან დაკავშირებით აი აგე რა ამასთან დაკავშირებით გესაუბრებ ბატონო ბატონებიც იმესაუბრა მაგ იმას რომ დაავალა ის ადამიანურად რომ დაავალა იდა რა გავიგეთ აბე რომ მომივიდა აქ შემოშვებული რა გავიგე და ისაო შენი შვილია რომელიც აქ საუბრდა აქცეს პოსტის ისო ქუჩაში იქნებაო და თქვენ სამიო ისე იცებდო საათად დავინიშნავდო რა თქვენ საათად დამინიშნავს ვერ გავიგე საიდანაც გამოგვაგდო ეხლა ჩვენ უკანონოთ 8-ში და დაგვარდია და აქ მოვიყვანეთ მაშინ ისე ვიმორმოში ჩავიყვანო ბატონო ისე იქ მარნოვის ორნომერში რომელიც არის შეყობა საიდანაც გამოსვლა თქვენ ვიზანდებით უკაცრავად ბატონო მუშაობდა მოვედი მაინტერესებს თქვენ ვიზანდებით ხო და რომ მუშაობთ რათა ამბობას ხართ ბატონო თქვენ საბუთს წარმოადგენთ ვიზანდებით დაცვიდან ხო და მანახეთ მე და ჯერ თქვენ რო განახოთ არ შეიძლება და თქვენ მეუბნებით დაცვიდან ვარ მე რა ვიცი ვინ ხართ სახელი და გვარი მითხარ და აპარატია კი ფოტოაპარატია მე სურათები უნდა გადაიღო მაგრამ ვიდეოს იღებს აბა მაჩვენ რა გაჩვენოთ ვიდეო ხო თქვენს რა მნიშვნელობაა არა დიდი მნიშვნელობა გეკითხებით და თქვენ ვიბრძანდებით უკაცრავად თქვენ სახელი და მოქალაქე ხართ მე რა გინდათ მოქალაქე მაინტერესებს თქვენ ვინა ხართ მეც მოქალაქე ვარ რა მე ვიღებ აგერ
რატო უფლება გააქვს საბუთი? რა ქვია უფლება? თქვენ ვინ ხართ უკაცრავად? დაცვის თანამშრომლები. მანახეთ საბუთი. თქვენ ნასვამი ბრძანდებით, იცი? არ ვარ ნასვამი. არ ხარ? არ ვარ. კაი, მაგარი ნასვამი. შეგამოწმოთ კიდათ. საბუთი მანახეთ, ჯერთი რა უფლება გაქვთ რომ ამოწმოთ? ანახეთ, ანახე რა გუჩი საბუთი. მანახე საბუთი. პირადობის მოწმობა განა, ხო? პირადობის არა. აბა რა განახო? აი დაცვის სამსახურის თანამშრომლები ვართ და მაინტერესებს. ანახე რა. რა გაინტერესებს? რა გაინტერესებს? დაცვის სამსახურის თანამშრომელი ვარ, კაცი მეუბნება. ყვირი ხარ და ხელებს მოიშ. არ ყვირი ვარ, ბატონო ჩემო, მობრძანდით და მეკითხებით, არა ვინ ხართო და მე მაინტერესებს თქვენ ვინ ხართ. სადმე, თუ საქმეზე მე. ბატონო, ნასვამმა არ უნდა იარო საქმეზე. უკაცრავად ჯერთი მე ნასვამი არ ვარ. ნასვამი ხარ. არ ვარ ნასვამი. კაიფში ხარ? არ სკაიფში არ ვარ. თქვენ ვიბრძანდებით. გითხრეს დაცვის თანამშრომლები რამდენჯერ გაგიმეორეთ. საბუთი მანახეთ მე. განახებთ, მაგრამ ჯერ თქვენ წარმოადგენთ. მაპატიეთ, მაგრამ ერთი წუთი თქვენ ვიბრძანდებით. ისი აქ რა თქმა უნდა, ამას შეესთავაზეს, ბინა შეესთავაზეს, გადაიყო. უკაცრავად, თქვენ ვიბრძანდებით. სახელი თანამშრომელი ვარ დაცვის და სახელ და გვარ. ნასვამი ხარ და ვერ არ ვარ ნასვამი, ჩემო კარ ნასვამი, თქვენ ვიბრძანდებით ახლა. გეუნებით რომ ვერ იმახსოვრებ დასვამი. უკაცრავად, მაგრამ ნასვამი ხარ თქვენ. თქვენ ახლა მე შეურაცხყოფას მაგრამ თუ ხდებით. პროვოკატორი ხარ თქვენ. მე ვარ პროვოკატორი. აი ზუსტად ნასვამი ხარ. ეხლა პატრულს გამოიძახე. გამოიძახეთ. და თუ არა ხარ ნასვამი, მაგას გამოიძახეთ პატრულს და ბრძანდებით, ეგეც მაინტერესებს. ჯერეთ თქვენ ვიბრძანდებით, მაგეც მაინტერესებს. ხო შენ იყავი ზუსტად გუში, ხო რომ დამისე, ქულებისთვის მოხდი. შენ არ იყავი გუში? რა გვარი ხარ ერთი გითხარი. შენ არ იყავი გუში? ქულები მოხდები ისნაივანი, შეშატუტუსობი შენ? შენ არ იყავი? შეურაცხყოფა რომ მოვაყენია. ქულებისთვის არ უნდა მერია, თანამებრძოლები არიან, აბა რა იგად? არა რა არის? არა, ერთი წუთი, მე ესენი მაინტერესებს ვინ არის? ვეტერანი, ეს არის სამხედრო საკითხებშია და აი მეორე გამოიყო. ერთი წამი. თქვენ ვიბრძანდებით საერთოდ და მოდიხართ აქ. ჯერ მაინტერესებს თქვენ ვინ ახართ? მე თქვენ მაინტერესებს ვინ ხარ? აქ სად ახართ? თქვენთან სახში ვარ მე. უკაცრავად მე თქვენთან სახში ვარ, მოვედი აგერ სანახავად. თქვენთან არ მოვსულ ვარ მე. ხო და ქუჩაში ხოდ გეხართ? მე ქუჩაში ქუჩაში მე 1000 ადამიანი დადის, ხო? მე აი აქ ახლა თქვენი სახლია. დადიან და თქვენი ხო რა ქუჩაში რა აკრძალულია სიარული თუ რა? არ არის აკრძალული. აბა თქვენ რაში გაინტერესებს მე ვინა ვარ? თქვენ რაში გაინტერესებს მე ვინა ვარ? იმიტომ რომ მე აქ მუშაობ. თუ მუშაობთ თქვენი სახელი და გვარი მითხარით. მომისმინე, ვინ მძანდებით? გიორგიო ლილუაშვილი. ეს არის დაცული ობიექტი. კი ბატონო. რაღაცებს შეიძლება ჭირდებოდეს ნებართვა დაცვისგან. გასაგებია, მაგრამ უკაცრავად, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით. დაცვის სამსახურის წარმომადგენელი უნდა მოვიდეს ნორმალურად, წარმოადგინოს თავის საბუთი, რომ ის დაცვის სამსახურია. კაცი მეუბნება, მოქალაქე ვარ, უბრალოდ დავსეირნო ფაქო. მეორეც კიდე, აგერ იმას მეუბნება, რომ თვრალი ხარ და ნასვამი ხარ. არ ყვირი ვარ. რას ქვია ნასვამი ვარ, ბიჭო? გადაღება არ შეიძლება. ცოტა ბიანთი ლაპარაკი. ბიჭი არ შეიძლება. ბიჭო რა არის? რა მიმართვა? აბა თვრალი ხარ რა, ლოქი ვარ თუ ვინ ვარ? ნასვამი ხარ არ ვარ ნასვამი. არც ნასვამი არ შეიძლება. გადაღება მომისმინე. გადაღება არ შეიძლება. გადაღება. აი შემოდის. აი შეხედეთ ახლა ერთი წუთი. შეხედე და გამოხედე. არა, მაშინ მომისმინე. უკაცრავად თქვენი სახელი და გვარი. გიორგი მქვია მე, გვარს არ აქვს შენთვის მიშენობა არანაირი. ბატონო? გადაღება არ შეიძლება. დასკე მოდი ინტერვიუს ვიღებ. ხომ არა. მე მოვბრძანდით და მითხარით, რომ ნორმალურად პასუხი მითხარით, რომ დაცვის სამსახურის თანამშრომლები ვართ, მაჩვენეთ საბუთი. საბუთი უნდა მაჩვენო. მე არ თქვენ მეც არ ვიცი თქვენ ვინ ახართ. გავიგოთ თქვენ ვინ ახართ. მე არ ვიცი თქვენ ვინ ახართ. თქვენ მოხვიდით გაარკვევთ მანამდე ამდენი რომ მოვედით არ აგჯერათ რომ გეუნებით რომ დასვანაშრომლობთ. რა თქმა უნდა ამჯერა საბუთს თუ არ მაჩვენო. წევრია. არის ქუჩაში. ბატონო? ჩვენ რა დაგიგებ. არა, ჩემს ლაპარაკს ვიღებ. თქვენ არ ლაპარაკს რომ კამერა გაქვს მიშველი სახეზე და ამის ჩემს საუბარს ვიწერ. კამერა მე შენს შეიტრიალე არა. იცი რა არის? ჩემო კარგო, როდესაც მოდიხარ საბუთი მანახე. ერთი წუთი შენ მოდიხარ ჩემთან მიმართვა ისწავლე. შენ მოდიხარ ჩემთან კონტაქტში. ისე მიმართვა ბატონო ჩემო ისწავლეთ თქვენ რა. როგორც წესია, ისე უნდა მიმართოთ ადამიანს. სოფო რა დაინახეთ? რა დავინახე რა? რას ქვია რა დავინახე? მოდიხარ დაცვის სამსახურის თანამშრომელი ვარ, საბუთს გთხოვთ, მაჩვენეთ, არ მაჩვენებთ. და თვრალი ხარო იმას მეუბნები, დახო მეტი რა უნდა გითხრა. რა ყოფილა ენას უკიდებს ხოლმე. ყველაფერი თქვა ხალმე, კაი რატომ მიდეთ ეს და?
და საიდან დააიღე, კარგად გადაიღე, მაგრამ ნასვამი ხარ მეთქი გეუბნები, შეიძლება თვალი ვარო. არ ვარ ნასვამი და ბატონო ახლა ჩვენ აქ რისთვისაც ვართ, თუ მაჩვენებს საბუდა. არა, მაგას გავარკვევ შენისთვის ახლა და მერისთვისაა. კი ბატონო, გაარკვევ, უნდა გაარკვევ. აუცილებლად უნდა გაარკვევ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რა არის თუ და პროვოკატორია ქალბატონო, და თქვენ წეგა მე სხვა რამე გელაპარაკე და წეგა ეხლა სხვა რაღაცას მეუბნები ხო? აგერ მოусმინე ამ ქალბატონს, მე თქვენ სხვა რამეს გეუბნები, წეგან მომაძახეთ რაღაცები და ეგეთ რა მე არ მიკადრებია თქვენ. აქ მოსულია ხო იზა? არასდროს როგორ გეკადრებთ? ეხლა არ აქვს თქვენიათ ქალბატონო მაგას მიგიხის? არ აქვს თქვენიათ? აგერ მოусმინე დედა თქვენს. მე თქვენს ეგეთ რამე არ მიკადრებია. გუშინ არ იყავი შენ. და მე ეგ არ მიკადრებია თქვენ. მეორე იყო, მეორე იქა იდიკა ნინო, არა ამას არ უთხია ფულები გინდა ხო ბიზნესი? არა. ვაჟა, სადავა ხო? ამას არ უთხია ის, არა მეორე სხვა აგრემალი იყო. ამას ეგ არ. რა მნიშვნელობა ესე იგი ნიშნულობა როგორ არა მე მაგრალი ქალბატონო მე არ ყოფილიო და თქვენ მეუბნები შენიყავე და ესეთ რაღაცები მაკადრევდა თქვენ გესაუბროთ მე როგორც მითხეს ინფორმაცია გადამწეს ბატონები და გესაუბროთ ხო ხო და ეს იწუთი თქვენიდან მოდიოდა ახლა შეურაცხყოფებს მაკენებთ თქვენ მე და თქვენ მეუბნებით რომ მე მომაყენე შეურაცხყოფ მე თქვენს არ მომიყენებია შეურაცხყოფ დაიძახა იქიდან ვიღაცა ფული რა ვიცი ეხლა და ვინ დაიძახა მე რატომ მეუბნები თქვენ იყავითო ვიღაცა თუ იყო მე რა შუაშიო იქა კითხვა ვიღაცა რა მიიღო რა ვიცი ეს ფულები გინდა რა ფულები მიდა სამართლიანობა მიდა ესე წილი არა რა შუაშია გადაღება და ჯერ მოიცედაც ხალხი დადის არა თქვენ მე როგორც ვიცი მე როგორც ვიცი გადასაღებია ეს ისა რა ქვია 8000 დღეში და ისა რა პრობლემებია ამაში ახლა რა ვის ბატონი ბიზნესთან საუბარი მარტო საუბარი კი ამ საუბარი და ომის გესაუბრა ვიცი რომ გესაუბრა გესაუბრა რა კარგად გვესაუბრა რა კარგად დაავალა დაცვა მარშიათრულა ბიზნეს ეშლება და რა არა როგორ მეშლება ეხლა დაცვის საქმე არა და დაცვას როგორ დაავალებდა დაცვას უთხრა გადარეკეთ დაცვის უფროსი განიზაციაჭო და სატრაპო ამაღამო ჯერ არ მოსულა გაარკვევი ქალბატონო ალბათ ცოტა ხანი სასტუმროშიო ცოტაო ხო ეს მოთავდეთ დროებითო სანა დროებით იმ დღესაც გითხრეს სად შვილი ქალბატონო რა დაუცა თექმას ლაპარაკი შეიძლება არა თვითონ მიცხეს მე კაცო არ იგიცხეს თქვენ არ იყავით მაშინ მე რო გითხარით თქვენ მოგიცხეს ქირით გაგიყვანთ ასე იყანო ეს მიცხეს კაცო და შვილი რა ქუჩაში დავტოვო ეს მოახო მოვიდეს ეს შვილი ქუჩაში დავტოვო მიცხარი არა იყვნენ არა იქა ის იყვნენ კი არა არის ანუ ყოფილი ხარ და თქვენ ძახით რომ ყურადღებას არ გვაქცევენ დააცადეთ ცოტა მოიკითხავენ კიდე შვილი არ შეიყანო საათებითო კიდე კარგად სპასებში რა მინდა მარტო ლაპარაკობ თქვენ ხო კარგად მოიკითხავენ კიდე ვიშოთ სანამ არ გადავაყენე ხო გადავაყენე არ მივაყენე ამ ძველ ახალს მანამ არ გავჩერდა სულია ახლა ეგელა გოუშბი კაცო თვითონ და სისა დღეს მოხდა მისცენ საგაში თუნდაც გაბედა ის რაც გაბედა ერთ წუთი შეიძლება დაგილაპარაკო დაცვის რომ ზოგიერთი ისინი აფუჭებენ საქმეს, კაცო, და სახეს უდახავენ ხალხს. ფულებისთვის, რა ფულებისთვის? ჩემი სამართალი მაძლევს, მე ფულს, სამართლიანობის აღდგენა, რომელიც გენ პროკურორმა არაფერი არ გააკეთა. შენ პიტა 2 წელი იქნები, იქ 2 წელი აცოდა ჯერ ჩემი საქმის გამოძიებას. პირდაპირ მივეცი პოდნოსით მივარჩი სამუთები და ისევ ის გენერალური პროკურორები არიან, ისევ ის პროკურორები არიან, პროფესორები, ისა პროკურორები, იმის რა ქვია, ძველის პროკურორი გადაადგილეს, მარტო ის იქიდან სალია, ზვიაცალია, ფულის სამხედი გაგანია ფულის სამხედი პროკურატურაში ხარ გაჭიმული თანამდებობაზე და ახლა მეტი რა გახდა დავით ჭედრიშვილი ფულისტი სულ კორუმპირებული პროკურორები ხავს იმას აფი არ შეგვიდავში და ეხლა ადვოკატი ნამდვილად არ უნდა დაენიშნა მას რომ მას არის ის არ უნდა დააკეთოს კაცო ადამიანობის აღდგენაო და სამართალიო და ესა ადამიანობა არა სამართლიანობა და რომ გაიგონეს არ გვინდა იგივე გაგცეთ ჩვენ გვინდა უკეთესობა არცად არ გუშვა იყოს ისა რა ქვია არ გუშვა არცად რატო რა არ გინდა თქვენო ვინაიდან ელაპარაკეთაო ბატონ ბიზნეს რაო მე არ გინდა გიორგი არა არა გაუშვი არა დაცვის ისაო დაცვის სამსახურს როგორ დაავალებდა და აგერით კაცო ის ხუში რო აქვს ეხა დაცვის თანამშრომელია ის სხვა რა ვარ აი ეს არისო დაცვის უფროსიო და დაცვის უფროსიო მე გადმომცემსო იმასო რა ქვია ტელეფონს მოგცემსო და არ მომცა ტელეფონს და ის ტელეფონი არ მომცა დაცვის აზორი ფესახალი ბარი ამიცი ანტი აზორი და ანანტი აზორი აქ
აგერიდგა ბიზინაგე და ახლა მე ძალიან ვთქვი ბატონობის და თქვა ნამეტანი ან მე მიამიტი ვზარდებით ნამეტანი და ძალიან ვდობთ ალბათ ამ ზოგიერთებს ჯობია რომ ჩვენ უბრალოდ ხალხი მე დაგიდგებოდი ბოლო დასვაში რა იყო ადამიანო თუ ასე გაჭირება იყო მართლა და ესეთი პატარა ბავშვებმა რომელსაც გუშინ აი ბიჭმა სხვადასხვა ფული მეორე მითხრა ხო ფულები ცხარო კი მაგრამ ამან ის ველაპარაკა ისა საერთოდ ისეთი რაღაცები ველაპარაკა განაცლება არ მაქვს და რას ლაპარაკო ვერ გავიგეო და იურიდიულ ენაზე ველაპარაკები ხო იურისტები მაინც უნდა ყავდეს აქ და უნდა იცოდნენ ვინ და როგორ და რანაირად ეს აქ გზა ბოლო ტრასა ყველას შეუძლია რომ გავიდეს ესე კი არა აქ ხალხი დადის და დასეირნოს ეს რა ქვია ომის ვეტერანს კიდევ გააშუქონ და ისა აბა არ მაშუქებს არავინ ადამიანო და შუქად რაღაცა არ მაშუქებს აბა და კაცეშვილი არ მაშუქებს ასეთი ტელევიზია არის კოტაია ყველა ჩვენი ბიჭები არიან გეშია მაგერო საწურსაჯი მომიწა არა ერთმა მითხრა ერთმა დავშვის იმან 9 რიცხვში ჩაი მომიტანა და საჭმელზეო შემოდითო ცოდები ხარ და დანარჩენმა ესე იგი ისე შეკრულები არიან ასე რა ვიცი აიდან არიან მე არ ვიცი ხო და ისაც და ვამპირები გიყურებენ სუფთა ფაშიზმი საქართველოში მე ვერ ვხედავ ადამიანობას ეს არ არის ადამიანობა ბატონი ბიძინა რომ აქ 15 წუთი იდგა 5 წუთში ეს საქმე უნდა გაკეთებულიყო და ჩემბინაში უნივერსიტეტის ქუჩა ნომერი 2-ა სადაც მერაბ კიკაბიძეს ყოდა წყლია წამალი და დღესარიელი და ის გაქცეულია თუ სადღაც ჩანდაბაში ამერიკაში სატრეული აი გურა შევეყვანეთ და ყვებაღურსკაია გამოეტანაც იქეთა კიდე და ვალერიო მანაში უნდა მიაყოლო და ის მიწის ნაკოთიც დამტკიცებოდა თან და თანობით გაკეთდებოდა თუ არა და რომელიც სამეცხედანაც გამომიყვანეს იქ მაინც მიმიყვანო თუ ამდენი საშუალებით ასე თუ უჭით ამად აქეთ უნდა დახმარება ხალხო შევკრიბოთ ჩვენი დახმარებები აქ 70 ლარი გამგაჭირებული ჩემივასა 100 ლარია კანდიდატებს მე 22 ლარი მაქვს მეტი არა მაქვს ხო და შევკრიბოთ ასე 20 ლარები ან 10 ლარები და სულ ყველა ხალხმა შეუკრიბოთ და ასე გემართ ჩვენ დავდეთ მაშინ ხალხმა და ჩვენ მარცოთ ხალხმა სახალხო თავრობა მოითხოვეთ მაშინ მე სკრას ვერაფერს ვერ ხედავ ერთი გველობს და მეორე გველობს გელისელი კი ახლა მოსული ხო და გასე იტყუებენ არის რამაც აპირისობა მინდა ეხლა და კალი პირდაპირ წინახაზე ვარ და მე ვარ პირდაპირ ველაპარაკე დღეს ბიზნეს იმარიშის კი არ გავყრაჭურა ფეხებს არ წამოვიდა იმიტომ რომ კლა ადამიანო კარგი რა მართლა რა სადღაც იქადავრეკა ალასანია რატომ არ არის აქ ირაკლი ალასანია რატო არ მზადდება აი აგ რამაღლების ქუჩაზე როგორც კი დააფინანსა ბატონობა ბიზნეს ეგრევე იყო აღშენა გადასცემები ისა რა ქვია ჯვარეცია გაშენებული ხუხაშვის და იმას აგერა პირდაპირ ეგერ ყველაფერს გებულობს შენ აქ ხალხის ამოდის და გაჭირებას თუ ხალხს არ გაესაუბე თუ ხალხის გაჭირება არ გაიქალისე ძალიან ივანიშვილის რომელიც არის ისა პრემიერ მინისტრი და მოვიდა თავრობაში მივეცით ხმად მას ვდიეთ რა რო ვთქვა და სასწორზე დავდებით თავი კაცო წევრები ვართ რა და ახალციხეში კიდე აღმოხდეს ახალციხეში კიდე აღმოხდეს ვაგის გულისთვის და ხალი აქედა ახალციხეში ისა ნანუაშვილი რა იმისი კოლონას გავყევი აქედან ფორმით წავედი კადა ზუგდიდში ალასანია ზუგდიდელი ქალი იყო აქ ალასანია გატაქსირებოს ხმას ავამისებდი აი ესე თქვეს ასაც ხო ზუგდიდელმა ქალმა მაგას ხმას ვიმისებდა ირაკლი ალასანიასო იქ ზუგდიდში ფორმიანი რო დამინახეს აი ესე გაიცია ზუგდიდის ხალხმა მაძლობელი ვარ ზუგდიდლებო იმიტომ რომ მე ნაომარკას თქვენცა ჩამომესვლელება ყველასა ჩამომესვლება ყველა კუთხეში შემიძლია მე საქართველოს მასშტაბით ერთი აფხაზეთში ნამდვილად ვერ ჩავალ იქ ვერ ჩავალ და ნაომარი ვარ და მე რუსეთს კი არ ვებრძოდი აფხაზებს და ჩეჩნებს ვებრძოდი თუ ძალიან გაინტერესებთ თავი დაანებეთ რუსების ლანძღვა ჯობია რუსეთთან ისევ ჩვენ ძველი მეგობრული კარგი კავშირი აღვდგინოთ ყველა მეხვეწება იქიდან და ყველას კარგი სიტყვები გაუგზავნეთ ნუ ილანძღები და ნუ ლანძღავთ რუსეთს და ჯობია გატირი გააჩეროს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ და იმაცმა რა ქვია